თავისუფალი ტრიბუნის სტუდიაში დისკუსია გრძელდება და ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილე თეო ლუკიანი უკვე სტუდიაშია. საღამომშვიდობის კაბოტონთია. მოგესალმებით. კაბოტონთია, მოდით დავიწყოთ თქვენთან საუბარს ისევ იმაზე, რომ რა წერია ოპოზიციისთვის წარდგენილ ხელისუფლების მიერ შეთავაზებაში, რაც მიუღებელი აღმოჩნდა იმ 6 პარტიისთვის, რომელიც ხელმოსაწერად არ მივიდა იქ, სადაც უნდა მისულიყო. მოგესალმებით. ის წინადადებები, რაც წარმოუდგინა მაშინდელ რვიანს ხელისუფლებამ, ჩვენ და პირადად მე, როგორც ასე ვთქვათ, დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანმა, თავიდან ვიფიქრებ, რომ იყო ეს მათი, ასე ვთქვათ, საბაზისო დოკუმენტი იმისთვის, რომ მოლაპარაკება გაგრძელებულიყო. აქედან გამომდინარე, ერთი შეხედვით ამ დოკუმენტმა, როდესაც დავიწყე კითხვა, არ გამოიწვია დიდი, ასე ვთქვათ, აღშფოთება გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი რამ იყო მიუღებელი, მაგრამ ვთვლიდი, რომ ეს არის ის, რაც შემოგთავაზეს და რაზეც გაგრძელდება, ასე ვთქვათ, საუბარი, ბევრი რამ დაზუსტდება, ბევრი რამ გაუმჯობესდება, ახალი წინადადებები შემოვა ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან და ვერავითარ შემთხვევაში ვერ წარმოვიდგენით. ვერც მე და ვერც ჩემი რომელიმე თანამებრძოლი, რომ ეს იყო საბოლოო დოკუმენტი. თუმცა, როდესაც ბოლომდე ჩაიკითხავდით ამ დოკუმენტს, ნახავდით, რომ არამც თუ ეს იყო მათი ბოლო სიტყვა, არამც თუ ამ შემოთავაზებების რომელიმე პუნქტზე დათანხმება არ იყო შესაძლებელი, არამედ მთლიანად უნდა დათანხმებოდი ყველაფერს ან არაფერს, უფრო მეტიც 24 საათში უნდა მოგეწერა ხელი, ან წინააღმდეგ შემთხვევაში მეც ვერაფერს მიიღებდი. ეს იყო ხელისუფლების პოზიცია. თვითონ ამგვარი ფორმა არის დამახასიათებელი ისეთი სახელმწიფოს მმართველებისთვის, რომლებიც ვერ დაიკვეხნიან, რომ თავიანთ ქვეყანაში მათ ააშენეს დემოკრატია. მე ზუსტად თქვენს ეთერში მქონდა ეს პატივი, რომ პირველად გამეჟღერებინა ის ჩემი, ასე ვთქვათ, ტრაგიკული დასკვნა, რაც სულ 3 კვირის წინ თქვი და კიდევ ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს საქმე ანტიდასავლურად მოაზროვნე მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც თავს მიყიდის ხოლმე საკუთარ მოსახლეობას როგორც დემოკრატი, მაგრამ ეს სიცრუეა და საქმე გვაქვს ისეთ პოლიტიკურ დაჯგუფებასთან, რომელიც აზროვნებს ანტიდემოკრატიულად, ეს გახლავთ ნაციონალური მოძრაობა. ეს ფორმა თვითონ როგორც წარმართეს და დაასრულეს თავიანთი გაგებით საარჩევნო გარემოს მოლაპარაკება მეტყოლებს ამაზე. ხა რაც შეიძლება შინაარს, რა იყო მიუღებელი. თვითონ ის ფაქტი, რომ მათ შემოსთავაზეს რვიანს სიების დაზუსტება, ერთის მხრივ დადებითი მოვლენა, ეს ნიშნავს, რომ მათ როგორც იქნა აღიარეს, რომ სიები თურმე დაზუსტებას საჭიროებს, მაგრამ ეს აღიარებული ჰქონდათ შევარდნაძის ზოგიერთ მაღალჩინოსანსაც თავის დროზე, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრილიყო. მექანიზმად სიების დაზუსტებისა ნაციონალურმა მოძრაობამ შესთავაზა რვიანს კომისიის შექმნა, რომელშიც შევიდნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და ისინი თავიანთი აქტივის მეშვეობით, ალბათ ეს არ წერია, იქ უნდა გვეგულისხმა მარჩიელობის დონეზე, დააზუსტებდნენ ამ სიას. ბიომეტრიის გამოყენება, ანუ ყოველი ადამიანისთვის უნიკალური მახასიათებლები, რაც არის, იქნება ეს თითის ანაბეჭდი ამ შემთხვევაში, ასეთ ჩვენ თავაზობდით, გამოყენება მოხდებოდა თუ არა ამ კომისიის მიერ სიების დაზუსტებით მიზნით. ეს ამ შემოთავაზებაში არ ეწერა, ნუ ჩაითვალა, რომ როგორც ჩანს, ამას არ გვთავაზობენ, ანუ არ თანხმდებიან იმაზე, რომ ამ ერთადერთი მეთოდით, რომლითაც გამოირიცხება ის, რომ მიცვალებულები კვლავ იყვნენ საარჩევნო სიაში, რომ მიცვალებულებს ყავდეთ დეპუტატები პარლამენტში. დღეს ჩვენი პარლამენტის ნაციონალი დეპუტატები ზოგიერთი მიცვალებულის დეპუტატია. ეს არ არის, რა თქმა უნდა, დემოკრატიისთვის დამახასიათებელი. აგრეთვე მიცვალებულების სიიდან ამოღების გარდა ანაბეჭდების მეშვეობით, ანუ უნიკალური მახასიათებელი ყველას რაც გვაქვს და ვერ გაყალბდება, ამის მეშვეობით სიების დაზუსტება უნდა მომხდარიყო საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანების მიმართაც. მაგალითად, მე 12 წელი გადამულა ცხოვრობდი სტრასბურგში. პარიზში მივდიოდი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და აქ ვეწერე მაინც სიაში და ჩემს მშობლებს ჭირდებოდათ დიდი ბრძოლის გადახდა იმისთვის, რომ ამოვეღებინეს სიიდან, მაგრამ შედეგი მაინც იყო ის, რომ სიაში ვრჩებოდი. ანუ მე 12 წლის განმავლობაში არჩევნები რომ ტარდებოდა, იქ ვაძლევდი რეალურად ხმას და აქაური ხელისუფლება იქნებოდა შევარდნაძე თუ სააკაშვილი ხმას მიმაცემინებდა ხოლმე მეორედ.
ეს ეხება იმ მილიონობით ადამიანს, 10,000-ობით ადამიანს, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ჩემნაირად აგრძელებს საზღვარგარეთ ცხოვრებას. ეს ორი რამ იყო აღმოსაფხრელი. ამიტომ ის რომ სიები უნდა დაზუსტეს და მათ ეს აღიარეს, ეს რა თქმა უნდა ერთი შეხედვით მისაღები იყო, მაგრამ მოგვეჭრა ყველანაირი გზა იმისთვის, რომ განგვეხილა ეს კომისია ვისგან უნდა შედგებოდეს ზუსტად, რა მეთოდებით იმუშავებს. ბოდიში როგორი იქნება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი. ეს ხო მნიშვნელოვანი საკითხები, ამაზე საუბრის არავითარი საშუალება არ იყო და დავთანხმებულიყავით ან არა. ჩვენ ასეთ რამეებზე არ ვთანხმდებით, რადგან საერთაშორისო ბოდიში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება გაცილებით უფრო სერიოზული რამ არის, ვიდრე ის დემაგოგია, რომელსაც ვისმენთ ნაციონალური მოძრაობისგან ბოლო დღეების განმავლობაში. შემდეგ მოდის სისტემა. ახლა ძალიან ბევრმა მოქალაქემ, რომელთანაც მე ამ დღეებში მქონდა კავშირი, ჩვენი ამომრჩეველი, გვეკითხება ხშირად რა არის კი, მაგრამ ეს სისტემა. ჩვენ გვესვის თვითონ სიტყვა სისტემა რას ნიშნავს, მაგრამ რას გულისხმობთ ამაშიო. თქვენ იცით, რომ მაჟორიტარული კანდიდატებით იგებს ნაციონალური მოძრაობა არჩევნებს. ამიტომაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარების რაოდენობა იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ისინი ვიწყებენ იმას, რომ მაჟორიტარი იმისთვის კი არ არსებობს, რომ ნაციონალური მოძრაობა მარადმწვანე ხელისუფლად იქცეს. მაჟორიტარი იმისთვის არსებობს, რომ მოსახლეობა წარმოადგინოს ადეკვატურად პარლამენტში და თუ იგივე NDI-ის კვლევებს შევხედავთ, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას ძალიან მოწონს და უყვარს, ამ კვლევების მიხედვით მაჟორიტარები, ანუ ნაციონალები, მოსახლეობას უნახავს მხოლოდ არჩევნების წინ. და შემდეგ 60%-ს არც გაუგია სად არიან მათი მაჟორიტარები. მაჟორიტარი არის ხალხის წარმომადგენელი, ჩემს რეგიონს მაგალითად სვანეთს ყავს თავისი წარმომადგენელი და ის უნდა წარმოადგენდეს მთელს რაიონს და ის უნდა ახსოვდეს მოსახლეობას ვინ არის და რას აკეთებს. ამიტომ ჩვენ თავაზობდით სხვადასხვა ვარიანტს. იყო პროპორციულ სისტემაზე საუბარი, როგორც რეგიონული და ეროვნული მასშტაბის. იყო საუბარი იმაზე, რომ იყოს მაჟორიტარები, რადგან მაჟორიტარები საქართველოსნაირი ქვეყნისთვის სასიცოცხლო ინსტიტუტია მართლაც, მაგრამ იყოს გაწონასწორებული, ვთქვათ, 5 ადამიანსაც ერთი მაჟორიტარი კი არ წარმოადგენდეს და 100 ადამიანსაც არამედ პროპორციულობა იქნეს დაცული და თითო მაჟორიტარი წარმოადგენდეს დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ამომრჩეველს. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა. ხო, რა გააკეთეს მათ? მათ არავითარი ეს წინადადება, რა თქმა უნდა, არ გაითვალისწინეს, დისკუსიაც კი არ გამართეს ამაზე და გადაწყვიტეს უჩინმაჩინის ქუდიდან გამოაძვრინეს შემოთავაზება, რომ თურმე 150 დეპუტატი არ არის საკმარისი და საქართველოს უნდა ჰყავდეს 190 დეპუტატი, იქნება უფრო მეტი პროპორციული სით არჩეული და იქნება 83, ესე იგი უფრო მეტი მაჟორიტარი. სწორედ ამ ციფრს მოყვა დიდი ეს იყო ჩვენთვის მიუღებელი. კაცრად მიუღებელი. თუ სიებისთან მიმართებაში მე ვთქვი, რომ სიების დაზუსტება მათ რომ ესინი რომ ამაზე წამოვიდნენ, ეს იყო დადებითი, ამის არ დანახვა არ შეიძლება და იქ შეგვეძლო მეთოდებზე გვემსჯელა, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვცეს. სისტემასთან დაკავშირებით კი არაფერი დადებითი არ იყო. ჩვენ ვეწინააღმდეგებით და ვეწინააღმდეგებოდით რიცხვის გაზრდას ამ ფორმით, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ რეფერენდუმის მეშვეობით 2003 წელს საქართველოს მოსახლეობამ გამოხატა თავისი ნება, ანუ უშუალო დემოკრატიის ფორმით განხორციელდა ხალხის ნების გამოხატვა და ხალხმა თქვა, რომ მას სურს 150 დეპუტატი, ანუ ნაკლები ვიდრე ჰყავდა მანამდე. მაგრამ ნაციონალები ამბობენ, რომ მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ კონსტიტუციის დარღვევით ჩაატარა ის რეფერენდუმი, ანუ კანონის მისაღებად რეფერენდუმის ჩატარება, საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად რეფერენდუმის ჩატარება უკვე კონსტიტუციის დარღვევაა და ამიტომ არის ეს სხვადასხვა, ანუ რამდენიმე დღის განმავლობაში მაყურებელმა ვერ გაიგო, რეალურად შედგა ეს რეფერენდუმი და მას ძალა აქვს, თუ ეს იყო კანონდარღვევით ჩატარებული რაღაცა გამოკითხვა, რომელიც შემდეგ კეთილინებით ნაციონალური მოძრაობის უბრალოდ ეს რაოდენობა 150-ით განისაზღვრა პარლამენტში. ეს რაღაცა გამოკითხვა არ იყო და მოგახსენებთ რატომ. და არც იმაში არ გეთანხმებით, რომ არსებობს ასთა სხვადასხვაობა. ასთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს, არსებობს ერთი რამ, არსებობს საღი აზრი და სიმართლე ერთ მხარეს და მეორე მხარეს არსებობს დემაგოგია.
რას გულისხმობ ამაში? 2003 წელს ჩატარდა რეფერენდუმი, როგორც გითხარით. ჩვენ გვაქვს რეფერენდუმის შესახებ კანონი და გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც მაღლა დგას ამ კანონზე. ამ ორი სამართლებრივი დოკუმენტიდან გამომდინარეობს შემდეგი, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს დემოკრატიის განხორციელების, ანუ საკუთარი ნების რეალიზების რამდენიმე საშუალება. ეს არის წარმომადგენლობითი დემოკრატია, ანუ პარლამენტარების არჩევა იქ, სადაც ვირჩევთ ხოლმე მათ და არის უშუალო დემოკრატიის ფორმები, მათ შორის რეფერენდუმი. ამ კანონის თანახმად რეფერენდუმის შედეგები არის სავალდებულო. როდესაც რეფერენდუმის შედეგები დადგება, შემდეგ ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოს და პირველ რიგში კანონმდებელს აქვს ვალდებულება, რომ მისცეს ამ ხალხის ნებას კანონის ფორმა, ანუ მოახდინოს მისი რეალიზება ცხოვრებაში. 2003 წელს ამ კანონის და ზოგადად საქართველოს კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა რეფერენდუმი. ის მოსაზრება, რომ ამ რეფერენდუმის ჩატარება იყო უკანონო, არის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ დემაგოგია. რა არგუმენტები მოვისმინეთ? ამ არგუმენტებით, ასე ვთქვათ, გამოირჩეოდნენ ეს ბოლო დღეები ბატონი პავლე კუბელაშვილი და ბატონი მიხეილ მაჭავარიანი. მე აღარ მახსოვს ვინ რომელმა რას თქვა, მაგრამ ჭარბობდა ძირითადად პირველი არგუმენტი ის, რომ რეფერენდუმის შესახებ კანონის თანახმად რეფერენდუმი მთელს ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს. 2003 წელს მთელს ტერიტორიაზე არ ჩატარებულა გასაგები მიზეზების გამო და აქედან გამომდინარე ეს რეფერენდუმი არის უკანონო. ეს არგუმენტი პრინციპში შემდეგ აღარ გაიმეორეს, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, უსაფუძვლო რამ თქვეს, რბილად რომ თქვა. რა თქვეს? ის რაც თქვეს, ის რომ თუ კი რეფერენდუმი რომელიმე შეიძლება იქნეს ცნობილი უკანონოდ, იმიტომ რომ აფხაზეთმა და ცხინვალის რეგიონმა ვერ მიიღო ამ პროცესში მონაწილეობა, მაშინ მიხეილ სააკაშვილის არჩევნებიც არის უკანონო. და ის ყველა საპარლამენტო არჩევნები, რომლის ძალითაც ნაციონალური მოძრაობა ჩვენს ხელისუფლად მოგვევლინა. მაშინ ეს არჩევნების შედეგებიც უკანონოა, რადგან აფხაზეთმა და ცხინვალის რეგიონმა, რომლებიც იმედია ნაციონალები მეთანხმებიან, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებია, ვერ მიიღეს მონაწილეობა. ამიტომ ეს მიხვდნენ და დღეს საბედნიეროდ ეს არგუმენტი აღარ გაუმეორებიათ, ამიტომ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არგუმენტი მოხსნილია. მეორე არგუმენტი იყო ის, რომ 2003 წლის რეფერენდუმი იმიტომ იყო უკანონობაო, რომ არ შეიძლება რეფერენდუმის შესახებ კანონის საფუძველზე რეფერენდუმი ჩაატარო კანონის მიღების მიზნით. 2003 წლის რეფერენდუმი არ ჩატარებულა კანონის მიღების მიზნით. რეფერენდუმზე არ ყოფილა გატანილი რაიმე კანონპროექტი და ხალხისთვის არ უკითხავს არავის აზრი, რომ ეს კანონი მივიღოთ თუ არ მივიღოთ. 2003 წლის რეფერენდუმზე ხალხს, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა დიდი ხანია პატივს არცემს, ჰკითხეს ის სასიცოცხლო შეკითხვა, რომელიც ეხება ამ ხალხის სახელმწიფოებრივი მოწყობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რამდენი წარმომადგენელი გსურს იმისთვის, რომ განახორციელოს შენი ნება პარლამენტში. ეს არ იყო კანონის მიღების მიზნით ჩატარებული რეფერენდუმი, ეს არის უბრალოდ სიტყვების თამაში და სიტყვების თამაშს პოლიტიკაში საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის ქვია დემაგოგია. და ბოლოს და ამ საკითხზე შემდეგ უკვე მე სტენოგრამა მოგიტანეთ და წაგიკითხავთ ამონარიდებს ნაციონალების თვალსაჩინო წარმომადგენლებისა. ბოლოს მინდა ვთქვა ერთი რამ და შევახსენო ყველას. თუ კი კანონის მიღების მიზნით იციან ნაციონალებმა, რომ არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა, მათ შარშან სულ ახლახანს შეიტანეს კონსტიტუციაში ცვლილება იმის შესახებ და ამის შესახებ ძალიან კარგი ბლოგი გახსნა თავის ვებგვერდზე Transparency International-მა დღეს, რომლის ძალითაც რეფერენდუმით დადგინდება საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადი აქციზის გარდა. ესე იგი, თქვათ, ჩატარდა რეფერენდუმი, როგორც მათ სურთ და ხალხმა დაადგინა რაღაცა ტიპის გადასახადის არსებობის ნება, გამოხატა. ეს ნება ხომ უნდა გაფორმდეს კანონით. ეს არ არის მაშინ კანონის მიღების მიზნით ჩატარებული რეფერენდუმი, რომელიც მათ მოგვახვიეს თავს გადასახადებთან დაკავშირებით შარშანი. რა თქმა უნდა არის. ამიტომ ამ ტიპის აზროვნებას, კერძოდ იმ აზროვნებას, რომ რაღაც
კარგია მაშინ როცა ეს გაწყობს და რაღაც ცუდია, იგივე რაღაც ცუდი ხდება, როცა შენ ას აღარ გაწყობს, ეს არის ანტიდემოკრატიული და დემაგოგიური აზროვნება. სტენოგრამას წაგიკითხავთ, რომელი წლის არის? ეს არის 2005 წლის 17 დეკემბრის პარლამენტის ხდომის სტენოგრამა, სადაც გამოდიან პარლამენტში სიტყვით ისეთი თვალსაჩინო ადამიანები, როგორიც არის ზურაბ ადეიშვილი, გიორგი ბოკერია და გიორგი წერეთელი და კიდევ სხვები, მაგრამ მე ამ სამს გამოვყოფდი ყველაზე მეტად. საქმე ეხება იმას, რომ უნდა შემცირდეს ეს ის დღეა, როდესაც ისინი მსჯელობენ, უნდა შემცირდეს თუ არა პარლამენტართა რიცხვი და 150 პარლამენტარი უნდა გვყავდეს თუ არა. რას ამბობს ბატონი ადეიშვილი და მე თავისუფლებას მივცემ წავიკითხო, რადგან ეს არის ის ადამიანი, რომელსაც პავლე კუბლაშვილი უნდა ეთანხმებოდეს წესით. თავად რაოდენობასთან ამბობს ბატონი ადეიშვილი, მე რამდენადაც ხვდები, არავის არ აქვს და ამასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა, იმიტომ რომ ეს არის გადაწყვეტილი რეფერენდუმის მიერ. და რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ რომ შევასრულოთ და პარლამენტმა ეს კანონი უნდა მიიღოს. ეს არის ზურაბ ადეიშვილის სიტყვები. გიორგი ბოკერია იგივე ხდომაზე ამბობს. მე მინდა გითხრათ რომ თავარი რა თქმა უნდა არის არგუმენტი ის რომ ჩატარდა რეფერენდუმი. გნებავთ პლებისციტი დავარქვათო მე უცბად ამბობს ალბათ არ ერკვევა კარგად რა განსხვავება ამ ორ შორის. სადაც ჩვენმა ამომრჩევლებმა გარკვევით გვითხრეს რომ შეამცირეთ ძალიან ბევრი ხართო. ამას გარდა არსებობს დამატებითი არგუმენტებიც თუ გადავხედავთ მე ევროპის ქვეყნებს და ასე შემდეგ. გიორგი წერეთელი იგივე ხდომაზე ამბობს. ამასობაში, ანუ 2003 წლიდან 2005 წლამდეო, ჩვენმა მოსახლეობამ მოახდინა ფორსირება. ჩვენმა საზოგადოებამ მოახდინა დაჩქარება ამ პროცესის და ჩატარდა რეფერენდუმი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება შემცირებაზე პარლამენტის რაოდენობის. ამიტომ ჩვენ დღეს ვართ ამ რეალობაში. ეს არის ის, ასე ვთქვათ, გარემო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ამბობს ბატონი წერეთელი. ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება ჩვენი მოსახლეობის სურვილს. ანუ ზუსტად ის, რასაც მე ვამბობდი წეღან, ყოფილა სწორი 2005 წელს და დღეს აღარ არის მართალი, იმიტომ რომ მათ აღარ აწყობთ. დღეს ეს ხელისუფლება აგრძელებს გიორგი წერეთელი სწორედ ასე მოვიდა და ასე აგრძელებს და ასე სურს მას მუშაობა, ანუ ხალხის ნების შესაბამისად. ამიტომ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ საკითხს. ხო, მე მაქვს შეკითხვა ასეთი, თუ ეს ასე იყო 2005 წლის 17 თებერვალს, რა მოხდა დღეს? რატომ ამტკიცებენ იგივე ადამიანები და იგივე პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლები საწინააღმდეგოს? ანუ ისინი ამ დროს უკანონო იქცეოდნენ და ამ ყოველგვარად განათლებულმა ფართო საზოგადოებამ ნაციონალების სახით არ იცოდა რომ 2003 წლის რეფერენდუმი იყო უკანონობა? აი ამას ქვია დემაგოგია და ამას ქვია ვიწრო პარტიულ ინტერესში იმისთვის რომ საკუთარი სკამი შეინარჩუნო, იმისთვის რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია აიძულო რომ იმაზე წავიდეს რაც შენ გსურს, იმიტომ რომ სავარძელი შეინარჩუნო და ისინი კიდევ სავარძლების ასე ვთქვათ დაპირებებით თუ არ ვიცი ფულის დაპირებით მოხიბლო წახვიდე იმაზე, რასაც ქვია ანტიდემოკრატიული ქმედება. გასაგებია ქალბატონთია, მაგრამ პოლიტიკური რეალობა ასეა თუ ისე არის ის, რომ შეთანხმება ნაციონალურ მოძრაობასა და რიგ პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგა. ნაციონალურმა მოძრაობამ მმართველმა გუნდმა გამოაცხადა, რომ შესაძლებელი შეცვლილია და ამის იქით ჩვენ არაფერს აღარ შევცვლით. ოპოზიციური 6-იანი დარჩა ერთ მხარეს არ შეუერთდა ამ შეთანხმებას და ამბობს, რომ ის მიზანს აუცილებლად მიაღწევს. რა პერსპექტივა აქვს საერთოდ ამ ბრძოლას? თქვენ თვლით თუ არა, რომ ქვეყანაში რეალურად შესაძლებელია ამ პირობებში შეიცვალოს საარჩევნო გარემო? ისე როგორც ექსპოლიტიკურ პარტიას სურს და ალბათ საზოგადოებასაც. ორი რამ მინდა შესავლის სახით მოკლედ თქვა. პირველი ის, რომ ორმა სუბიექტმა რუიანი დატოვა, არ არის კატასტროფა. ეს არის დასანანი, მაგრამ კატასტროფა არ არის აბსოლუტურად. ყველა პარტია არის თავისუფალი, ისე როგორც ყველა ადამიანი. ვინც წასასვლელია წავა, ვინც მოსასვლელია მოვა, ვინც გადაწყვეტს რომ იყოს დამოუკიდებელი და ღირსება არ დაკარგოს, ის მოიქცევა ამგვარად, ვინც გადაწყვეტს რომ ღირსება არის სხვაგან, წავა იმ ღირსებისკენ. ეს არ არის ტრაგედია 6 პარტიისთვის, რომელიც ჯერჯერობით ბოდიში დგავართ ისევ ერთ პოზიციაზე და მე არავითარი ეჭვი არ მაქვს ვივარაუდო რომ ეს ასე არ გაგრძელდება. თუმცა დღეს ძალიან ბევრმა საზოგადოების წარმომადგენელმა დაგვისვა შეკითხვა არის თუ არა ეს 6 პარტია ბლოკის ჩანასახი, ეს 6 პარტია ბლოკის ჩანასახი არ არის.
ეს არის თემატური ერთობა პარტიებს შორის, რომლებიც აგრძელებენ როგორც რუიანი მუშაობდა იგივე ტიპის მუშაობას ერთი განსხვავებით, რომ ამ 6 პარტიას სურს ყავდეს მე-7 წევრი და ეს მე-7 წევრი იყოს საზოგადოება. მეორე რაც მინდა მეთქი ვთქვი აღნიშნოს შესავლის სახით არის ერთი შეხსენება. და ამ შემთხვევაში მე ჩემ თავზე და ჩემს თანამებრძოლებზე, თავისუფალ დემოკრატებზე ვიტყვი. ჩვენ სავარძლები და თანამდებობები დავტოვეთ იმისთვის, რომ გვეჩვენებოდა, რომ ჩვენს ქვეყანას უჭირს, უნდა დავბრუნდეთ და რაიმე ვიღონოთ. ჩვენი მიზანი არ არის ყველა ფასად სავარძელში დაჯდომა და სავარძელში დაჯდომა არც არის მიზანი. მიზანი არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე შეყენება. მიხეილ სააკაშვილმა ეს ვერ შეძლო, თუმცა თავს ყიდდა დასავლელ პრეზიდენტად და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა და ყოველთვის გავიმეორებ, რომ ის არის ანტიდემოკრატი ხელისუფალი, რომელიც ანტიდასავლური განწყობების დაბადებას უწყობს დღეს ხელს საქართველოში. ამიტომ ჩვენი მიზანი არ არის, რომ ღირსების დაკარგვის, პოლიტიკური გულწრფელობის დაკარგვის და ბევრი სხვა რაღაცის ხარჯზე ვთქვათ, მოევლინოთ ჩვენს ისედაც გაღატაკებულ და გაუბედურებულ ხალხს სადღაც სავარძლებში. სავარძლების შემოთავაზებები პირადად მეც ბევრი მქონდა ნაციონალებისგან, მაგრამ ყოველთვის უარი ვთქვი და ჩემი ყველა თანამებრძოლი წავიდა იმ საჯარო სამსახურის მაღალი თანამდებობებიდან, რომელიც მათ ჰქონდათ. ამიტომ მიზანი სხვა რაღაცა. მიზანი არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა აღარ იყოს აღარასოდეს ვინმეს მიერ გასაქილიკებელი. დღეს სააკაშვილის საქართველო არის ბევრი ჩვენი გარემეგობრის მიერ, ასე ვთქვათ, გასაკრიტიკებელი, რაც დასანანია. ამიტომ მიზანი არის ერთი, რაზეც კომპრომისი არ შედგება, რომ მომავალი არჩევნები უნდა ჩატარდეს კონკურენტუნარიან გარემოში. ახლა თქვენ მკითხეთ ძალიან ლეგიტიმური შეკითხვა კი, მაგრამ აღარ მოდიან არაფერზე და მას რა უნდა ქნათ. მე არ ვამბობ, რომ ძალიან ბევრი ისარი დაგვრჩა ჩვენს ასროლი. მე ამას არ ვამბობ. ანუ ის პანოპლი, ასე ვთქვათ, რაოდენობრივად იარაღისა ჩვენ რაც ქონდა, ეს შემცირდა. მათი, ასე ვთქვათ, მიდგომის გამო საკითხისადმი. მაგრამ არის დარჩენილი მეთოდები, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ აუცილებლად. პირველი მეთოდი არის ის, რასაც მე ახლა აქ ვაკეთებ თქვენთან, ეს არის აი ამ ადამიანების, ვინც ღაღადებდნენ 2005 წელს სხვას და დღეს სხვას ღაღადებენ, მათი შეიძლება ფუჭი, მაგრამ გამოღვიძების მცდელობა, მაგრამ ეს ჩემი ვალია და ამას მე ბოლომდე შევასრულებ, ისე როგორც ნებისმიერი ჩემი პარტიის წევრი. მეორე მეთოდი არის ის, რასაც დღეს ჩაუყარეთ ჩვენ 6-მა პარტიამ. საფუძველი ეს გახალთ საზოგადოების მე-7, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით და ხატოვნად, რომ ვთქვათ, ამ პროცესში ჩართვა. საზოგადოებას კი, რომელიც დღეს მოვიდა შეხვედრაზე და მადლობა უნდა მოვახსენოთ ამისთვის და რომელიც მომავალში ჩაერთვება, უნდა გავახსენოთ ერთი რამ და არ უნდა დავიწყდეთ მათ ეს არავითარ შემთხვევაში, რომ ჩვენ 6 პარტია არ ვთხოვთ მათ ჩვენი პარტიების მხარდაჭერას. რადგან ჩვენ გვესმის შესანიშნავად, რომ პარტიისადმი მხარდაჭერა გამოიხატება ურნასთან. ჩვენ მათ ვიწვევთ, რომ დადგნენ იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზე ჩვენ დგავართ და მხარი დაუჭირონ იდეას. რა არის ეს იდეა? ეს იდეა არის საქართველოს უკეთესი მომავალი. მე მგონი ძნელად მოიძებნება და ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ამ იდეას მხარს არ დაუჭერს. რატომ არის არჩევნების კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარება საქართველოს უკეთესი მომავალი? იმიტომ არის, რომ ერთპარტიული მმართველობა, ერთპიროვნული მმართველობა საქართველოში უნდა დამთავრდეს. ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია დამოუკიდებლები ვართ იმისთვის, რომ ვიმყოფებოდეთ ისევ იმ ჩანასახობრივ დემოკრატიულ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს ვართ. ჩანასახობრივი მდგომარეობა უნდა დასრულდეს ჩვენი და როგორღაც დავიბადოთ როგორც დემოკრატიული სახელმწიფო. ამას სააკაშვილი ვერ გააკეთებს. ამას სააკაშვილი ვერ გააკეთებს, თქვენ ამბობთ, მაგრამ ვინ უნდა გააკეთოს მაშინ? ოპოზიციამ და საზოგადოებამ ერთად, ალბათ თქვენ თვით, მაგრამ
სწორად შეძლებს თუ არა იმოქმედოს ის 6 ოპოზიციური პარტია, ანუ სწორად მიმართოს ის რესურსი, რომელიც მან ახლა ბოლო დღეების განმავლობაში მოიპოვა საზოგადოების მხრიდან. ანუ ის ადამიანები, რომლებიც SMS-ების სახით იყო თუ პირადი განცხადებების სახით ხშირად აკრიტიკებდნენ რვიანს და ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებდნენ, ახლა აკეთებენ განცხადებას, რომ ხედავთ როგორ არ გაურიგდნენ, ხედავთ თურმე რა სწორი ყოფილან ესენი. ანუ გაჩნდა საზოგადოებაში ის მოსაზრება, რომ თურმე რაღაცა ეს გზა სწორი ყოფილა. მაგრამ ამ ყველაფერს უნდა ალბათ სწორად დალაგება და სწორად მოქმედება იმისთვის, რომ შედეგს მიაღწიოს ამ 6 ოპოზიციურმა ძალამ. არიან თუ არა მზად დღეს ამისთვის, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთი იმედგაცრუება არ მიიღოს 2012 წლის ნოემბერში. 6 პარტია მზად არის იმისთვის, რომ საზოგადოებას მისცეს ის როლი, რომელ როლსაც საზოგადოება უნდა თამაშობდეს დასავლური ტიპის სახელმწიფოში. მე თუ ჩავდივარ სისულელეს, როგორც თავისუფალი დემოკრატი, თქვენ, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, რას მიკეთებთ? თქვენი ვალი ის არის, რომ მე მიმითითოთ პირველი სისულელის ჩადენისთანავე, რომ ეს სისულელეა. ეს არის თქვენი ვალი. ჩვენ საზოგადოებამ და მაშინ მე პოლიტიკაში არ ვიყავი, შორს ვიყავი ძალიან ამისგან. ჩვენი ბრალია დღეს რაც ხდება საზოგადოების. მე გეთანხმებით აბსოლუტურად. საზოგადოებამ როდესაც ვერ ითამაშა თავისი როლი, რომელსაც საზოგადოება თამაშობს ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში, იმიტომ არის დღეს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი. სწორედ იმის ბრალი ხომ არ არის ეს, რომ ძალიან ბევრი სოციალური პრობლემა დაუგროვდა ჩვენ საზოგადოებას, ჩვენს მოსახლეობას, რომლებიც გადართული არიან დღე და ღამე 24 საათის განმავლობაში იმაზე, როგორ გადაიხადონ გადასახადები, რითი გამოიკვებონ, როგორ იცხოვრონ საერთოდ, როგორ იქნება ხვალინდელი დღე. და ეს არის კიდევ ერთი მოტივაცია იმისთვის, რომ ეს საზოგადოება ჩაერთოს ამ პროცესში, იმისთვის, რომ ეს დასრულდეს. თუ ნაციონალური მოძრაობა და მისი მესვეული მიხეილ სააკაშვილი გახდა მარადმწვანე ხელისუფალი, მე იმ მოსახლეობას, რომელიც ამ სოციალური გაჭირვების მსხვერპლია და არა მხოლოდ სოციალური გაჭირვების, საშინელი უსამართლობის, რომლის მომსწრეც მე ყოველდღევა, როდესაც მოქალაქეებს ვიღებ პარტიის ცენტრალურ ოფისში, ეს გაგრძელდება მუდმივად ეს პრობლემები. იმისთვის, რომ შეიქმნეს სამუშაო ადგილები, იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა დადგეს ფეხზე, იმისთვის, რომ ჩვენ არ შემოგქონდეს ძალიან მარტივი მაგალითები, რომ მოვიყვანო კარტოფილი და პამიდორი სხვა ქვეყნიდან. იმისთვის, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს არ ითხოვდნენ სამსახურიდან, იმისთვის, რომ იმ ადამიანს ერთი მაგალითი რომ მოვიყვანო მხოლოდ, ანუ 2 და არ ვიცი რამდენი მოვიყვანო, იქნება ეს გიორგი ალიმონაკი თუ გვანცა ყუფარაძე თუ არ ვიცი მე კიდევ ბევრი გვიჩიანი და სხვა დანაშაული რომ არ ჩაუდენიან და ციხეში ზის, ეს თუ ჩვენ არ შევცვალეთ ეს ხელისუფალი გვესმის, რომ ეს ასე გაგრძელდება მუდმივად. ამისათვის ის ხალხი, ვინც არის უსამართლობის, სოციალური გაჭირვების მსხვერპლი, უნდა დადგეს ფეხზე და გაერთიანდეს არა ალასანიას გარშემო, არა ძიძიგურის გარშემო და არა გუბასანიკიძის გარშემო, არამედ იმ იდეის გარშემო, რომელიც რასაც ქვია მათი მომავალი. ამიტომაც 6 პარტია მზად არის იმისთვის, რომ საზოგადოება გახდეს ერთ-ერთი მთავარი აქტორი ამ პროცესის და პროცესის მიზანი რა უნდა იყოს? მოთხოვნა, რომ სააკაშვილმა არჩევნების უფლება დაუბრუნოს ხალხს. ეს მათი რაღაც წინადადებები, რომელიც 9 თვე ფიქრობდა პავლე კუბლაშვილი ამის წარმოდგენაზე, 9 თვეში ადამიანი იბადება, სრულყოფილი. ეს რაღაც ფარატინა ქაღალდზე წარმოდგენილი შანტაჟი არ იყო 9 თვის აზროვნების შედეგი. ყოველ შემთხვევაში 9 თვეში მეტი რამის დადება შეიძლებოდა. ეს უნდა რა თქმა უნდა დასრულდეს და ეს ვერ იქნება მიღებული შედეგად ორმა სუბიექტმა ჩათვალა, რომ ეს არის შედეგი, რომ დანაშაული ახლა ამაზე არ დათანხმება და ასე შემდეგ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მათი აზრია. ჩვენ ვიბრძვით იმ სახელმწიფოს შენებისკენ, სადაც ყველა არის თავისუფალი, აქედან გამომდინარე მე არ შემიძლია ისინი ვთქვათ მათ მოვუწოდო, რომ ან აზრი შეიცვალონ, ან დავგმო რატომ გააკეთეს ასე. ამას საზოგადოება გასჯის, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მათი ამგვარი ქმედება იყო რბილად რომ თქვა დასანანი და უფრო მკვეთრად რომ გამოვხატო საკუთარი აზრი უპასუხისმგებლობა მომავლის წინაშე. შეგიძლიათ ახლა რომ თქვათ ოპოზიციური 6-იანი შეძლებს თუ არა იმ
ისეთივე დოზით საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას, რომელიც დღეს ალბათ სავარაუდოდ აღარ არის, ხო? ისეთივე დოზით, როგორც დაახლოებით რამდენიმე კვირის წინ. თქვენ გონიათ, რომ რუიანს რა საერთაშორისო მხარდაჭერაც ქონდა, ეს ბატონ კაციტაძეს მოქონდა რუიანში თუ ბატონ თარგამაძეს? უბრალოდ ხელისუფლება უკვე აჩვენებს ფურცელს საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადაც ოპოზიციის დიდი ნაწილის ხელმოწერები. რასაც შევთანხმდით იმ შეთანხმების ფურცელს, სადაც ხელმოწერის დიდი შეთანხმებას ადრეც აჩვენებდა ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელსაც ჩვენ თვითონ და სხვა პარტიები აწევდნენ ხელს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო არის დემოკრატია და იქ არჩევნები ჩატარდა როგორც კლასიკურ დემოკრატიულ ქვეყანაში, მომავალი არჩევნები თუ ეს იქნა ის, რასაც მიაღწია ვთქვათ ხელისუფლებამ თავისი გადასახედიდან, მომავალი არჩევნები იქნება დემოკრატიული. ამიტომ საერთაშორისო თქვენს შეკითხვას რომ გავცე პასუხი, საერთაშორისო მხარდაჭერა ამ პროცესს აქვს, რაც დაადასტურეს, კვლავ აქვს მას მერე, რაც ორი სუბიექტი გავიდა რუიანიდან და ეს დაადასტურეს, ვთქვათ, ერთი მაგალითი რომ ავიღოთ იმ ამერიკელებმა კონგრესმენებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ ბათუმში და რომელსაც შეხვდნენ ირაკლი ალასანია, კახა შარტავა და დავით უსუფაშვილი. და მინდა გითხრათ, რომ ის ორი სუბიექტი, რომელმაც რუიანი დატოვა, იყო რა თქმა უნდა აქტიური მონაწილე ამ რუიანის პროცესის, მაგრამ მათი გასვლით საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიისადმი არ წყდება, რა თქმა უნდა, ამის ფიქრი გულუბრყვილობა იქნებოდა. ამიტომ 6 იანს და უпростоრად მე ვიტყოდი 7-ელს, იმიტომ რომ ხალხი აუცილებლად ამ პროცესის გარშემო გაერთიანდება და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პროცესის გარშემო გაერთიანება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რომელიმე პოლიტიკოსის გარშემო გაერთიანებას, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა ამის ფიქრი და ჩვენ ამას ყველანაირად ხელშეუხლით როგორც პოლიტიკოსები. ხალხი ამიდან ის გარშემო გაერთიანდება და ის მოითხოვს იმ უფლებას, რომელიც მას აქვს, კერძოდ თავისუფალი არჩევნების უფლება. კარგი, ჩვენ მატყობინებენ, რომ დრო ფაქტიურად აღარ გვაქვს, თუმცა ერთ ქალბატონს დაურეკავს და უთქვამს, რომ 1 წლის წინ გარდაეცვალა ძმა და რძალი და რა ჩავიდინო იქნებ ქალბატონმა თეამ მირჩიოსო, რა ჩავიდინო, რომ ეს ადამიანები, ჩემი გარდაცვლილი ოჯახის წევრები საარჩევნო სიაში არ მოხვდნენო და ურჩიეთ რამე და დავასრულოთ გადაცემა. პირველ რიგში ძიმე მოსასმენია და მინდა მიუსამძებო ამ ქალბატონს და მეორე მინდა უთხრა, რომ ჩემი ოჯახის მიცვალებულებიც დღემდე არიან საარჩევნო სიაში და ღებულობენ ბიულეტენებს, სადაც მათ იწვევენ ხმისაცემად, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ისინი ამ მიწვევას ვერ ღებულობენ ხოლმე. ამიტომ მოცემულმა მოქალაქემ ჩვენთან ერთად ამ პრობლემის აღმოფხვრაზე უნდა იზრუნოს. მე ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, ისე როგორც შევარდნაძის რეჟიმის პირობებში, მიმართვა კომისიისადმი, რომ ამოიღეთ ეს ადამიანები სიდან არ ჭრის, ამიტომ ეხლა ბრძოლის ველი გადის იქ, რომ საარჩევნო სიები უნდა დაზუსტდეს. ჩვენი მოთხოვნა კვლავ რჩება ის, რომ რაც შეიძლება ყველაზე ეფექტიანი მეთოდი, ანუ ბიომეტრია გამოვიყენოთ ამ სიების დასაზუსტებლად, მათ გადაწყვიტეს ერთმანეთში, რომ ეს სხვანაირად უნდა გააკეთონ, ასე გააკეთდება თუ ისე გააკეთდება, ყოველ შემთხვევაში მიზანი, რაცაც კომპრომისი არ მოხდება, არის ის, რომ მიცვალებულები აღარ უნდა იყვნენ მომავალ არჩევნებში სიებში და საზღვარგარეთ მყოფმა ადამიანებმა ერთხელ უნდა მისცენ მხოლოდ ხმა. კარგი. დიდი მადლობა ქალბატონ თეა სტუდიაში მობრძანებისთვის. ასეთი გახდათ დღევანდელი დისკუსია. მე გემშვიდობებით ორ შაბათამდე მომავალ შეხვედრამდე.